სტუდია. მოგესალმებით ბადუსემულ რადიო მსმენელებო, ჟურნალისტი გიორგი ჩაკოშვილი, ღია სტუდია იწყებს მუშაობას ღია ეთერში. დღეს ჩვენ გესაუბრებით კვლავ ერთგვარად გუშინდელი გაგრძელება ჩვენი თემატიკის იმუნიზაციაზე გესაუბრებით დღეს და მის მნიშვნელობაზე. გუშინად ჯანდაცვის სამინისტროდან ყავდა სტუმარი. დღესაც ჩვენთან სტუმრად გახლავთ საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვისა და მონიტორინგის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ქალბატონი თამარ დოლაქიძე. მოგესალმებით ქალბატონ თამარ, მადლობას მოგასცემთ მომბრძანებისთვის. მეც მოგესალმებით და მთელ თქვენს აუდიტორიას მივესალმებით. მაშასე ჩვენ ძვირფასო რადიო მსმენელებო, ერთი კონკრეტული თემით ვიწყებთ დღევანდელ საუბარს. ჯერ ერთი ზოგადი თემა უკვე გაგაცანით, იმუნიზაცია და მისი მნიშვნელობა, ჩვენი დღევანდელი ღია სტუდიის საუბრის მთავარი თემა და ვინც არ იცის, მათ გვინდა მივაწოდოთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ამ დღეებში 24-დან 30 აპრილის ჩათვლით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო აწყობს იმუნიზაციის კვირეულს. აი ახლა ამ დღეებში მიმდინარეობს იმუნიზაციის კვირეული და ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ჯანდაცვის სისტემას არის ჩართული, ხო, ქალბატონ თამარ? აი ამ კვირეულში და ჯერ სწორედ აი კონკრეტულად ამ კვირეულის თაობაზე გვინდა მოგვაწოდოს ინფორმაცია ჩვენმა სტუმარმა და რასაკვირველია, შემდეგ იმუნიზაცია და მისი მნიშვნელობა უფრო ფართოდ გვინდა რომ გავშალოთ ჩვენს გადაცემაში ეს თემა და თქვენც როგორც ყოველთვის გვინდა რომ ჩაგვრთოთ დღევანდელ გადაცემის მსვლელობაში ჩვენ ძვირფასო რადიო მსმენელებო. ვისაც გექნებათ კითხვები ქალბატონ თამართან ან შეიძლება ამ თემებზე რაზედაც იქნება მსჯელობა მოსაზრების გამოთქმის სურვილი გაგიჩნდეთ, უნდა ისარგებლოთ აი ამ ტელეფონებით 240 91 92 და 240 92 92. ქალბატონ თამარ, საუბარი დავიწყოთ მაინც აი ამ დიდი აქციით, მოდით ასე ვთქვათ, ხო? რას ნიშნავს ეს კვირეული ევროპის რეგიონული ბიურო რომ ატარებს, ჩვენ რამდენად როგორ ვართ ჩართული? ჯერ ამის თაობაზე რას გვეტყვით? კი ბატონო, როგორც თქვენ ბრძანეთ, ეს ღონისძიება ინიცირებული იყო თავის დროზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, უკვე მე-11 წელიწადია ტარდება ესეთი ღონისძიებები. საქართველო ამას შეუერთდა 1 წლით გვიან 2007 წლიდან, უკვე 10 წელიწადია რაც ამ ღონისძიებებში ვართ ჩართული. კვირეული თავიდან ტარდებოდა ხოლმე მხოლოდ ევროპის რეგიონში, შემდეგ გადაიქცა მსოფლიო კვირეულადაც. ცალკე ტარდება მსოფლიო კვირეული, ცალკე ტარდება ევროპის რეგიონში. ჩვენ საქართველო რაკი განვიხილებით ევროპის რეგიონის ქვეყნად, ამიტომ აღნიშნავთ ხოლმე ევროპის კვირეულს ჩვენს ქვეყანაში. კვირეული რას ქვია ეს აღნიშნა რაში გამოვიკატება? კი ბატონო, დავამატებ კიდე თუ შეიძლება. ზოგადად ეს კვირეული მთელს ევროპაში ტარდება დანიის დედოფლის მფარველობის ქვეშ, ის არის მისი მფარველი და კვირეული ზოგადად ყველა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც ემსახურება იმუნიზაციის თემის, მისი მნიშვნელობის, კიდევ ერთხელ წარმოჩენას, წამოწევას, ინფორმაციის მიტანას საზოგადოებისათვის, როგორც მთლიანად საზოგადოებისათვის, ასე მისი გარკვეული სეგმენტებისთვის, მშობლებისთვის, საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, სამედიცინო საზოგადოებისთვის და ასე შემდეგ. კიდევ ერთი კითხვა აქვეა, თუ შეიძლება ამ თემაზე, რაზეც თქვენ ახლა საუბრობთ, თქვენ ბრძანეთ, რომ დანიის დედოფლის პატრონაჟით ტარდება ეს დიდი ღონისძიება, თუ შეიძლება თუ გაქვთ ინფორმაცია, გითხრათ, აი რაში გამოიხატება ეს პატრონაჟი? თვითონ დედოფალი ხომ არ მიბრძანდება რამე აქტივობებს თუ ესწრება? რომელიმე მონაწილე ქვეყანაში ხომ არ ჩადის? შემთხვევით ხომ არ უნდა ველოდეთ რომელიმე წელიწადს ამ ჯერჯერობით არ ჩანს ასეთი, მაგრამ იქ დანიაში, რა გიხარ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონი მოთავსებულია დანიაში, ამიტომ არის ქალბატონი დედოფალი ჩართული ამ საქმიანობაში და ის მონაწილეობას იღებს ხოლმე თავის ქვეყანაში. აქტივობებში. უფრო სიმბოლურია და პრესტიჟის გამო. გასაგებია.
კარგი, მაშინ სხვა ინფორმაციაც ჯერჯერობით ისევ ამ კვირეულთან დაკავშირებით, რატომ დაუშვათ აპრილის ბოლო კვირაში, აი ამას თუ აქვს მნიშვნელობა, როგორ არის გათვლილი ეს ყოველთვის ასეა ხოლმე აპრილის ბოლოს? ძირითადად ესეა, ტრადიციულად ტარდება ხოლმე აპრილში, რა თქმა უნდა. აპრილი უბრალოდ გაზაფხულის თვეა და ყველა ქვეყანაში ევროპის რეგიონში უკვე გაზაფხული შედის ძალაში, ასე თუ ისე. და ამასთან მინდა გითხრათ, რომ იმუნიზაციის ჩატარების მხრივ, აი დინამიკაში რომ ნახოთ ჩატარებული აცრები, აპრილის თვეში ყოველთვის არის ხოლმე მატება. იმიტომ რომ ზამთრის პერიოდი გადის, მშობლები რომლებიც თავს იკავებენ ცივ სეზონში აცრების და ასე შემდეგ, უფრო მეტი მიმართვიანობა აპრილშია ხოლმე და აპრილი ზოგადად არის ძალიან ისეთი დაწვირთული თვე ხოლმე. აცრების რაოდენობის მხრივ. კიდევ რაც გვეყვეთ ამ კვირეულთან დაკავშირებით? კვირეულთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას კიდევ ის, რომ თელს ქვეყნებში და საქართველოს რეგიონებში ყველგან საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების თაოსნობით გაწერილია გეგმა, თუ სად რა ღონისძიება უნდა ჩატარდეს. ეს ღონისძიებები ძირითადად ახლა ჩვენი გეგმია რომ მოგახსენოთ, არის სკოლებში შეხვედრები მოწაფეებთან, არის ბაღებში, არის რესურს ცენტრების წარმომადგენლებთან, ადგილობრივ მედიასთან გაშუქება საკითხების, როგორც ვთქვათ, ბეჭდვით მედიასთან, ისე ადგილობრივ ტელევიზიებთან, არის გარკვეული სპორტული შეჯიბრებები ხოლმე და ასე შემდეგ. პატარა კონკურსებიც შეიძლება იყოს, მრავალფეროვანი არის ღონისძიებები. ეს უკვე ადგილებზე, ვინც როგორც ჩათვლის, რომ უკეთესი იქნება წარმოჩენა და პოპულარიზაცია ძალიან უდავოდ მნიშვნელოვანი დარგისა მედიცინის. იმის მიხედვით იწერება ხოლმე ადგილობრივი გეგმები. ჩვენთანაც ახლა თბილისშიც ეროვნულ დონეზეც ფაქტიურად ძალიან გავშალეთ კამპანია მედიაში და თქვენს სტუდიასაც, რედაქციასაც მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ჩვენი მასპინძლობისათვის და დახმარებისათვის, რომ გავაშუქოთ და წარმოვაჩინოთ და მივაწოდოთ გარკვეული ინფორმაცია ჩვენ საზოგადოებას. გასაგებია და ბუნებრივია, რომ ამ დიდი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ამ დიდი აქციის ორგანიზატორი ალბათ ჯანდაცვის სამინისტროა, ხო? ყველაფერს კოორდინაციას რა თქმა უნდა, დიახ. ჯანდაცვის სამინისტრო არის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიხედვით და ჩვენ ვახორციელებთ ჩვენი ძალებით და ჩვენი კოლეგების ძალებით. როგორც სამკურნალო დარგის, ასე პროფილაქტიკური დარგის სპეციალისტები არიან ჩართული. ანუ როგორც თქვით, ჩვენ უძირფასო რადიომსმენელობა 24 აპრილიდან 30 აპრილში ჩათვლით ტარდება ეს იმუნიზაციის კვირეული და ნახევარი გასულია. ასე აი იმ სამმადღემ როგორ ჩაიარა და ამ დარჩენილ დღეებში რას გეგმავთ? რამე ესეთი მასშტაბური ხომარი გეგმება? წელს შედარებით ჩვენი ფართო აუდიტორია გვისმენს ახლა რომ მიიწვიოთ შეგიძლიათ სხვადასხვა რომელ რეგიონში უფრო დიდი ღონისძიება იქნება, პირდაპირ შეგიძლიათ ახლა იმ ადამიანებს უთხრათ, რომ ზუგდიდში იქნება ეს, ბათუმში იქნება ის. ესე კონკრეტულად გამიჭირდება დღეების მიხედვით დასახელება. წელს შარშან უფრო დიდი მასშტაბით ჩატარდა, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, იყო ეგრეთ წოდებული მრგვალი თარიღი, 10 წელი იყო ამ ტრადიციის დამკვიდრებისა და მაშინ უფრო ფართოდ ქონდა თქვა მრავალშვილიანი დედებისათვის კონცერტები, დიახ, საიუბილეო. წელს იყო პრესკონფერენცია ჩატარდა შეხვედრები სპეციალისტებთან, გაკეთდა კონფერენცია თბილისის პოლიკლინიკური ამბულატორიული ქსელის სპეციალისტების, სადაც იქნა განხილული შედეგები იმუნიზაციის პროგრამის და შესრულების, კერძოდ თბილისის პრობლემების, მოწვეული იყო თბილისის სპეციალისტები და ამიტომ ცალკე იყო განხილული რა მიღწევები და რა პრობლემები არის ქალაქ თბილისში და ზოგადად ძირითადად ჩვენი აქტივობები წელს განსაზღვრულია მედიასთან ურთიერთობით. გასაგებია, კი ბატონო. სლოგანი წლევანდელი კვირეულისა გახლავთ აცერი და დაიცავი და სპეციალური თემა გახლავთ წითელა და წითელა საწინააღმდეგო აცრები. ეგეც ნამდვილად მოგცემთ საშუალებას რომ განმარტოთ რატოა
ეს აღებული ასეთი თუ შეიძლება გითხარით სლოგანთან დაკავშირებითაც და რატომ აქცენტი მთავარი წითელაზე და მეორე როდანეთ წითელა და წითელსაწინააღმდეგო აცრები დაავადება წითელა და წითელსაწინააღმდეგო აცრა რაც შეეხება სლოგანს ყველაზე უფრო ასე ვთქვათ კომპაქტურად გამოხატავს იმ არს რაც აქვს იმუნიზაცია არის ჯანდაცვის სისტემების ყველაზე უფრო ეფექტური იარაღი, ასე ვთქვათ, და ყველაზე დიდი მიღწევა ჯანმრთელობის პროგრამათა შორის. ეს პრევენციული ზომა. უაღრესად სერიოზული და უაღრესად მნიშვნელოვანი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი როლი ადამიანთა ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვაში. კაპიტან თამარ, უნდა ითქვას, რომ ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ პოპულარულია ეს თემა და იციან ადამიანებმა იმუნიზაციის მნიშვნელობა. ამის მიუხედავად არის მაინც საჭირო, ხო? უფრო მეტი მოდით ძველ სიტყვას გამოვიყენე პროპაგანდა. რა თქმა უნდა, ჯერ პროპაგანდა ყოველთვის საჭიროა და ამის მიუხედავად მას შემდეგ რაც საზოგადოება იღებს მეტ ინფორმაციას, კიდე უფრო მეტი აინტერესებთ ხოლმე. როცა მეტი იცი, კიდე გგონია რომ რაღაც არ იცი და ის გაინტერესებს, როცა არაფერი არ იცი, მაშინ არც გაინტერესებს არაფერი. ეს ერთი და მეორეც ეს ერთი გარკვეული კატეგორია რჩება მშობლებისა საქართველოში, რომელთა შვილებიც რჩებიან იმუნიზაციის სამსახურის მიღმა. ეხლა რაც შეეხება მინდა პატარა ის ინფორმაცია მოგაწოდოთ, რომ ქვეყანას განსაზღვრული აქვს გარკვეული ინდიკატორი აცრებით მოწვის მიღწევაში. ეს უნდა იყოს 95% და მეტი ბავშვთა მოსახლეობა. ანუ მთელი მოსახლეობის ბავშვების 95% მაინც უნდა იყოს აცრილი. ჩვენ კარგი მაჩვენებლები ეს არის დიახ, ეს არის ევროპის რეგიონის სტანდარტი. და როგორ ვარ ჩვენ ამ სტანდარტთან ამ სტანდარტთან იცით რა წელს ვერ განხორციელდა ძირითად ანტიგენებზე მიღწევა, თუმცა საკმაოდ მაღალი გვაქვს ეს მოცვა 90%-დან 94%-მდე, მაგრამ გვაკლია სულ ცოტა. და აი ეს 5%, რომელიც არ აყვავს მოცული, ზუსტად ის კატეგორია მშობლების, რომლებსაც კიდევ სჭირდება გრამატებით ინფორმაციის მიწოდება დარწმუნება, რომ ეს არის ერთხელ და სამუდამოდ საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, უნდა გაითავისოს, რომ იმუნიზაცია არის მათი უფლება. ეს გადაჯაჭვულია კონსტიტუციურ უფლებებთან, სიცოცხლის უფლებასთან, ჯანმრთელობასთან, ჯანმრთელ ცხოვრებასთან. მან უნდა მოითხოვოს ქვეყნისაგან და არა თქვათ ექიმმა უნდა ეხვეწოს, რომ მოიყვანე ბავშვი და აცერი. ეს არის მისი კონსტიტუციური უფლება, რომ ჩაიტაროს იმუნიზაცია. ექიმს ესე იგი ასეთი აქტივობის რა თქმა უნდა, თვითონ მშობელთან უწევს მას მუშაობა, მოზიდვა, დაჯერება, ახსნა, დაავადება რა არის იმუნიზაციის შედეგად რა სიკეთე შეიძლება იყოს და ასე შემდეგ. რაც შეეხება სამკურნალო ქსელს. დანარჩენს პროფილაქტიკური ქსელი ამას გეგმავს, აანალიზებს და ასე შემდეგ. თუ შეიძლება მე კითხეთ და დავაზუსტოთ კიდევ ერთხელ თქვათ უთხრათ ჩვენს მსმენელებს, აი წითელაზე რატო აქცენტი წელს გაკეთებული? კი ბატონო, მოგხსენებთ სხვადასხვა თემა იქნება ხოლმე დიახ შერჩეული და აქცენტირებული და წელს ახლა რატომ წითელა ერთ-ერთი ვერაგი დაავადება არის მოგეხსენებათ და ძალზე გადამდები ყველა სხვა ინფექციასთან შედარებით 99%-იანი გადაცემა აქვს მას. როგორც კი იპოვეს წითელა დაუცველ ადამიანს, 99% გარანტირებული რომ ის გახდება ავად და ძალზე მძიმე გართულებები ახასიათებს. ამიტომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგანვე განსაზღვრულია რომ 2020 წლისათვის უნდა მოხდეს წითელას ელიმინაცია. ანუ უნდა იყოს მინიმალურ რაოდენობებამდე დაყვანილი ავადობის დაავადების შემთხვევები. მაგალითად მოგეხსენებათ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში წითელას ერთი შემთხვევაც კი ითვლება აფეთქებად. როგორც ესეთი. აი შარშან იყო ასეთი სკანდალური მოვლენა მოხდა. აი 5% ვინც თავს იკავებს ჩვენთან საქართველოში და სხვაგანაც არის სხვა ქვეყნებში ასეთი მოსახლეობა აცრებისგან იკავებენ თავს. ან სკეპტიკურად არიან განწყობილები, ან გარკვეული მენტალური მოსაზრებით, ან რელიგიური მოსაზრებით, ან ასე შემდეგ, აწყდებენ
უარს აცლებზე. და შარშან ამერიკის შეერთებულ შტატებში საკმაოდ სერიოზული აფეთქება მოხდა. მას ეძახიან დისნეილენდის აფეთქებას. ამერიკაში წითელად ჩაიტანეს ემიგრანტებმა. მოგეხსენებათ, ემიგრანტები პირველ რიგში მიდიან ხოლმე დისნეილენდში და იქ დახვდა ადგილობრივი მოსახლეობა აი ესეთი კატეგორიისა, რომელიც ამა თუ იმ მიზეზით აცხადებს უარს აცრებისაგან და სწრაფად გავრცელდა. ეს იყო ძალიან დიდი სკანდალი ამერიკის შეერთებულ შტატებისათვის. ევროპის რეგიონშიც გამიზნული საკმაოდ ბევრი შემთხვევა იყო, 300 შემთხვევა იყო, რამდენადაც მახსოვს. მაშინ როცა ერთსაც კი აფეთქება თვლიან. დიახ. და ამასთან დაკავშირებით დასახულია მიზანი, რომ ზოგადად მთელ მსოფლიოში წითელა იყოს ელიმინირებული. ეს არ ნიშნავს აბსოლუტურ აღმოფხვრას, ეს ნიშნავს მინიმალურ ერთეულოვან რაოდენობაზე დაყვანა შემთხვევებისა. და ამასთან დაკავშირებით არის ეს თემაც არჩეული და მით უმეტეს საქართველოს პრობლემა ჰქონდა ბოლო წლებში წითელასთან დაკავშირებით 2013-14 წლებში ჩვენ ჰქონდა ფართო მასშტაბიანი აფეთქება 11000 ადამიანი იყო ჩათრეული და მათგან 3 დამთავრდა გარდაცვალებით. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც და სამწუხაროდ მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო ეს, რომ ეს გამოიწვია იმან, რომ თავის დროზე 2008 წელს სახელმწიფოს ჰქონდა განსაზღვრული მასობრივი აცრები, მაშინ დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი უნდა აცრილიყო 6 წლიდან 30 წლის ჩათვლით მოსახლეობა და სამწუხაროდ დეზინფორმაციის გამო, მედიაში გასული დეზინფორმაციის გამო თბილისის მოსახლეობამ შეიკავა თავი აცრებისაგან, ვერ მოხდა პროფილაქტიკა, პრევენცია აფეთქებისა, რომელსაც ჩვენ ზუსტად ველოდებოდით აი 2012-13 წლებში. ეს დაუცველი მოსახლეობა არსებობდა, გავრცელდა ინფექცია და მოგვცა ესეთი ფართო მასშტაბიანი შედეგები. საერთოდ 2008 წელი გახსოვთ და სტრესული წელი იყო, ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო ზოგადად საზოგადოება და შეიძლება ყურადღება მოადუნა ჩვენმა საზოგადოებამ. ვერ დაგეთანხმებით მაგაში, იმიტომ რომ ძალიან მიზნობრივი ნეგატიური ინფორმაცია გავიდა. 2 დღე ძალიან წარმატებით მიდიოდა. 2 დღეში თბილისში აიცრა 40% ასაცრელი მოსახლეობის. ძალიან კარგად მომზადდა. შემოდგომის თვეები იყო, სექტემბერი იყო, რამდენადაც მახსოვს. ომის შემდეგ. დიახ. მთელ საქართველოში თბილისის გარდა ფაქტიურად ყველა აიცრა და თბილისში 40% აიცრა და მეორე დღიდან გაჩერდა აცრები. ანუ ნახევარიც ვერ აიცრა მთელი ასაცრელი რაოდენობისა თბილისი ქმნის ძალიან ამინდს ამ აცრებთან დაკავშირებით და ფაქტიურად ჩავარდა ეს კამპანია. და შემდეგ მოგვცა ის სავალალო შედეგები, რაც აი 2013-14-ში 3 ადამიანის გარდაცვალებით და 11000 ადამიანის დაავადებით დასრულდა. როდესაც თქვენ საუბრობთ ამ თემებზე, ერთ საინტერესო ნიუანსს მინდა მივაქციო ყურადღება ჩვენი მსმენელების და დაგისვათ შეკითხვა, თუნდაც აი ამ აქციის პერიოდში და ზოგადადაც კაპიტან თამარ, ახსენეთ თქვენ ასაკი ასაცრელი ადამიანების ახლა თქვით რომ 6-დან 30 წლამდე არსებობს საშიშროება რასაკვირველია რომ 30 წლის ზევითაც ადამიანმა ეს ვირუსი თუ რა თქმა უნდა მიიღოს და ანუ დაინფიცირდეს თუნდაც იგი წითელად და ასაკოვან ადამიანზე როგორ მოქმედებს ეს ყველა ჩვენოსნებმა კარგად იცის უფრო მძიმე შედეგები არის ხოლმე რატომ არის აბა განსაზღვრული ასე 30 ზევით არ მოქმედებს სახელმწიფოს არ აქვს საშუალება რომ უზრუნველყოს ვაქცინაცია ჩაატაროს სრული თუ აი კი ბატონო მე მოგახსენებთ არგუმენტაციას რატომ იყო ესე რა თქმა უნდა ნებისმიერ ასაკში შეიძლება ადამიანი შეხვდეს მაგრამ იმ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ჩვენი სამსახური უნდა გავებული ანალიტიკით და დასკვნების გამოტანით ხო ის ავადობა რაც იყო საქართველოში განვითარებული ძირითადად მიმდინარეობდა 1 წლამდე ასაკის ბავშვებში და 29-30 წლის ასაკის მოსახლეობაში. ანუ ეს მათი დაუცველი მშობლები და დაუცველი მშობლების შვილები. ანუ ვინც არ იყვნენ აცრები. ამიტომ შეირჩა ეს ასაკები ყველაზე უფრო არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ მოწყვლადი სათუთი ასაკი, რომლის დაცვაც იყო საჭირო, ზედა ასაკებში ნაკლებად ჰქონდა ჩვენ შემთხვევები, ანუ იმუნური ფენა ზედა ასაკში არსებობდა და დაავადების გავრცელებაც რისკიც ნაკლები იყო. ამიტომ შეირჩა ეს კატეგორია, რომ სახელმწიფოს დაეცვა ზუსტად ეს მოსახლეობა. 1 წლამდე ასაკში წესით
წითელა არ უნდა შეხვდეს ბავშვს. ჩვენ ასრებს არ ვატარებთ წითელას საწინააღმდეგოს, მაგრამ მის დედას თუ აქვს იმუნიტეტი, ან დაავადებით განვითარებული, ან და ასრით შეძენილი, მას 9 თვემდე არ უნდა დაემართოს წითელა. ანუ დედის იმუნიტეტით სარგებლობს, ასე ვთქვათ. ანუ ის შემთხვევები, რაც იყო 0 წლამდე, 1 წლამდე ასაკში, მეტყველებს იმაზე, რომ არც მათ მშობლებს ჰქონდათ იმუნიტეტი და აცრილები თავისთავად ვერ იქნებოდნენ, იმიტომ რომ არ იცრებიან ამ ასაკში ეს ბავშვები და მათი მშობლებიც იყვნენ დაუცველები. ნუ ეს იყო ის კატეგორია, რომელიც აი ზუსტად პოსტსაბჭოთა სივრცეში დაიბადნენ, საბჭოთა კავშირი რომ მოიშალა ერთი პერიოდი ჩვენ გქონდა ჩავარდნენ ძალიან ვაქცინების მომარაგებაში და შეძენაში ეს რუსული მომარაგება, საბჭოთა მომარაგება აღარ არსებობდა და ჯერ კიდევ არ იყო დალაგებული ეს ვაქცინების მომარაგება სრულყოფილად და გარკვეული ჩავარდნა იყო მაშინდელ ახალშობილებში და ის ახალშობილები ახლა გახდნენ უფროსები და მათ უკვე შვილები ყავთ და თვითონაც დაუცველები არიან და მათი შვილებიც. აი ეს იყო ძირითადი არგუმენტი ამ ასაკობრივი კატეგორიის გამოყოფისათვის. და ოღონდ ახლა თქვენ ზანად რომ 6 წლიდან იწყება, ხო? 6 წლამდე ბავშვი წითელაზე არ იცრება. არა, როგორ არ იცრება? უბრალოდ ეს იყო 2008 წელში განსაზღვრული ეს კატეგორია 6-დან 30-მდე. ეხლაც მიმდინარეობს აცრები 2-დან 2-დან იწყება მინიმუმ. დიახ, პირველი აცრა წითელას საწინააღმდეგოდ ტარდება 12 თვის ასაკში. ანუ 1 წლის რო გახდება ბავშვი, უნდა იცრას მაშინ. 2 აცრისაგან შედგება წითელას კურსი, ეს პირველი კეთდება 12 თვის ასაკში და შემდეგ გაცრავად კეთდება 6 წლის ასაკში. კი, მაგრამ თუ 12 თვიდან იწყება, 6-დან 30 ეს მონაცემი ეს მაშინდელია და მაშინ და რატო იყო მაშინ 6-დან? იმიტომ რომ ის ავადობის სტრუქტურის შესწავლიდან გამომდინარეობს ხოლმე ასეთი მასობრივი აცრების დაგეგმარება. რა თქმა უნდა, დიახ. გასაგებია ძალიან საინტერესოა. უშუალოდ ვინაიდან ჩვენ ახლა კვირეულზე დავიწყოთ საუბარი, ჯერ მაქსიმალურად მინდოდა რომ კვირეულთან დაკავშირებული ინფორმაცია მიგეწოდებინა ჩვენი მსმენელებისათვის, მაგრამ ზოგადად იმუნიზაციაზე და მის მნიშვნელობაზეც გვინდა რომ გაკეთდეს აქცენტები. თუ რაც შეეხება ამ კვირეულს, თუ ამასთან დაკავშირებით აღარ გაქვთ ინფორმაცია, მაშინ გადავიდეთ იმ გლობალურ თემებზე. თუ რამე გინდათ ამ კვირეულთან დაკავშირებით თუ კიდე სიტყვა მოიტანს, შეგვიძლიათ შევავსოთ. კი ბატონო, კარგით. მაშინ მე ახლა ვინაიდან ჩვენი საეთერო დროის ნახევარი უკვე გავლილია, ამოწურული, მინდა ვინც გვიან ჩაგვერთო, მათ საყურადღებოდ გამოვაცხადო, რომ ღია სტუდიას დღეს სტუმრობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვის და მონიტორინგის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ქალბატონი თამარ დოლაქიძე. ქალბატონი თამარი ჯერჯერობით გვაწვდიდა ინფორმაციას იმის თაობაზე, როგორ მიმდინარეობს საქართველოში ევროპის რეგიონული ბიუროს მიერ ინიციირებული კვირეული, იმუნიზაციის კვირეული და ახლა გვინდა უკვე ინფორმაცია შევეხოთ თემას ზოგადად იმუნიზაციის და მისი მნიშვნელობის შესახებ. თუ გექნება შეკითხვები ქალბატონ თამართან 240 91 92 და 240 92 92 ჩვენი ტელეფონები ჩართულია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხსენება, ჩვენ ვართ ახლა ღია ეთერში, მაგრამ გადაცემა იწერება და ნებისმიერ დროს თუ კი გექნებათ ამისი სურვილი, შეგიძლიათ გადაცემა მოისმინოთ განმეორებით. ან რაიმე ესეთ ფრაგმენტმა შეიძლება დაგაინტერესოთ რამე ადგილი, ერთი კონკრეტული ადგილი შეგიძლიათ ამოიღოთ, მოისმინოთ. ამისათვის უნდა შეხვიდეთ ჩვენს ვებგვერდზე, რომლის მისამართია Radio 1.G. Radio 1.G. ქალბატონ თამარ, მაშასე ახლა ზოგადად ვეხებით უკვე იმუნიზაციას და მის მნიშვნელობას. თქვენ კი დამეთანხმეთ და ნამდვილად ჩვენი საზოგადოება საამისოდ ჩვენთან კულტურა არსებობს უკვე. იმუნიზაცია საკმაოდ პოპულარულია, მაგრამ ამის მიუხედავად როგორც ხედავთ, ეს კვირეულების გამართვა საჭიროა და კიდევ ერთხელ გამოვიყენებ იმ ძველ სიტყვას პროპაგანდაც გაცრების ჩატარებისათვის ალბათ არის საჭირო. აი თქვენ ცენტრი როგორ მუშაობს ამისათვის, თქვენი სამმართველო როგორ მუშაობს და დღეისათვის
აი ამ პერიოდში, როდესაც კიდევ ერთხელ გავემეორებ, საკმაოდ მომზადებულია ჩვენი საზოგადოება საამისოდ, თქვენი საქმიანობა ძირითადად საით არის მიმართული? ჩვენი საქმიანობა მიმართული არის ზოგადად უფრო ორგანიზაციული საკითხებისაკენ, ვაკეთებთ დაგეგმარებას, აცრებისას, როგორ უნდა აიცრას, ვინ უნდა აიცრას, როდის უნდა აიცრას, ვადგენთ რეკომენდაციებს, ახალი რეკომენდაციების კვლევების საფუძველზე აკეთებთ ხოლმე? კვლევების საფუძველზე მოგვიწოდება საერთაშორისო გამოცდილებით, რაც კვლევები არსებობს, არის რეკომენდაციები უკვე გამზადებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით დგება ის რეკომენდაციები, ვინ უნდა აიცრას, როდის უნდა აიცრას და რა ასაკებში უნდა აიცრას. გარდა ამისა ხდება შემდეგ მონიტორინგი, როგორც პასიური მონიტორინგი და გაანალიზება, როგორ მიდის საქმიანობა იმუნიზაციაში და აგრეთვე აქტიური მონიტორინგი, ჩვენ ჩავდივართ ადგილებზე და ვნახულობთ, იქ ხომ ყველაფერი სწორედ მიმდინარეობს, რამე პრობლემები ხო არ აქვთ. გვაქვს მეთოდური დახმარებები, ვატარებთ ტრენირებას ძალიან ხშირად იმუნიზაციის მიმწოდებელ პერსონალთან, ვაცნობთ სიახლეებს, გარკვეულ სპეციფიკურ საკითხებს და ასე შემდეგ. საკმაოდ ფართო და ბევრი საქმე გვაქვს. და საერთოდ სრულ მთლიანად იღებს სახელმწიფო პასუხისმგებლობას იმუნიზაციაზე და არა მხოლოდ პასუხისმგებლობას, არამედ თანხებთან არის ხო ეს დაკავშირებული? მოსახლეობისთვის ყოველთვის არის უფასო? დიახ, მართალი ბრძანდებით, ბოლო 2 წელიწადია სახელმწიფო აბსოლუტურად თავისი ბიუჯეტიდან შეიძენს მისთვის საჭირო ასაცრელ მასალებს, ვაქცინებს და ასაცრელ მასალებს. აქამდე, მანამდე კიდევ გარკვეული პარტნიორი ორგანიზაციები ჩვენ გვეხმარებოდნენ რაღაც წილებით. რომ მოსახლეობისთვის უფასო ყოფილიყო. რომ მოსახლეობისთვის, დიახ, 97 წლიდან მუშაობს იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა და ამ წლიდან მოყოლებული ყოველთვის იყო უფასო იმუნიზაცია სახელმწიფოსგან მიწოდებული. გარდა იმისა, რომ თქვათ უკვე ბოლო 2 წელიწადია სრულიად სახელმწიფოზე არის, თქვათ, ხარჯი, დანახარჯი იმუნიზაციის პროგრამისა, გარდა ამისა ის არის ძალიან მდგრადი და მზარდი. აი წელს უკვე 2015 წელს ბიუჯეტმა, იმუნიზაციის ბიუჯეტმა სახელმწიფოში შეადგინა 14 მილიონი ლარი. ეს საკმაოდ დიდი თანხა გახლავთ და ანუ აქედან შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, რომ უფასო არ არსებობს როგორც ესეთი საკმაოდ დიდი რესურსები იხარჯება, მაგრამ ეს უფასო არის მომხმარებლისათვის. აი ამ 14 მილიონი ბიუჯეტიდან და კიდევ დაგეგმილია ზრდა სხვათა შორის. 14 მილიონი ლარიდან დაახლოებით 9 ჩაიდო ერთ-ერთ ახალ ვაქცინის შეძენაზე, რომელიც არის ძალიან კარგი და იყო პროგრესული დამატება ჩვენი ზოგადად კალენდარზე მინდა მოგახსენოთ. საქართველოში მოქმედი იმუნიზაციის კალენდარი. ეს არის ის სქემა, რომელსაც უნდა გაყვეს ბავშვების იმუნიზაცია რუტინულად, ხო? განსაზღვრულია, რომელი ინფექციების საწინააღმდეგოდ, რომელ ასაკებში უნდა გაკეთდეს და ჩვენი კალენდარი არის ძალზე პროგრესული. სწრაფად არ მინდა ვთქვა, მაგრამ შეუძლია ჩვენს საზოგადოებას საკმაოდ გათვითცნობიერებულია ინტერნეტში შეუძლიათ მოიძიონ და სხვაგანაც შეადარონ საქართველოს იმუნიზაციის კალენდარი ევროპის მოწინავე ქვეყნების იმუნიზაციის კალენდარს. და ეს ფაქტიურად გახლავთ იდენტური. როგორც ესეთი, შეიძლება ევროპაში კიდევ სხვა დამატებითი აცრებიც არსებობდეს და უფრო ადრე იწყებენ სხვათა შორის თვენახევრის ასაკიდან პირველად კურსს. საქართველოში ვიწყებთ 2 ასაკში, რატომღაც ექიმებს ეცოდებათ ბავშვები რომ დაიწყონ თვენახევრის და 2 თვისას. და ადრე იყო 3 თვიდან, მაგრამ ჩვენ გადმოვწიეთ უკვე რამოდენიმე წელიწადია და ვიწყებთ ძირითადად აცრებს 2 თვის ასაკიდან. ანუ ძალიან პროგრესული კალენდარია თავისი არსით და თავისი ვაქცინებით, რომელიც არის მუდმივად განახლებადი და ბოლო წლების განმავლობაში ახალი ვაქცინები დაემატა ძალიან კარგი. ქალბატონო, როდესაც ვამბობთ, რომ ნახევრად ხუმრობით, რა თქმა უნდა, თქვენს ღიმილით, რომ ექიმებს ეცოდებათო, იგულისხმება ამაში, რომ ვაქცინაციის დროს ძირითადად, მოდი თქვათ, ასე ნემსის გაკეთება უწევთ ბავშვებს. თუმცა, ვიცით ჩვენ რომ არის ჩაწვეთებით, შეიძლება არ იყოს აუცილებელი ნემსის გაკეთება და აი ხომ არის სხვა უფრო ჰუმანური საშუალებებიც. იცით რა შეა საქმე, ესეთი სპეციფიკური
პრეპარატებია, ვაქცინები და თქვა ჩვენი სურვილი სამებრ არ გამოვა ყოველთვის, რომ მხოლოდ ჩასაწვეთებლები იყოს, არის ჩასაწვეთებელიც, არის აეროზოლური ვაქცინებიც, არის საინექციო ვაქცინებიც, მაგრამ ძირითადი ვაქცინები, რომლებსაც ჩვენ მოვიხმართ, საქართველოში მოიხმარება 10 ვაქცინა 12 დაავადების საწინააღმდეგოდ. ამ 10-დან 8 არის საინექციო. 2 არის თქვა პირისწყლში ჩასაწვეთებელი. ეს არის პოლიომიელიტის ორალური ვაქცინა და როტავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. მაგრამ პროგრესი არის აგრეთვე ის ჩვენ კალენდარში, რომ ნელ-ნელა ინერგება მრავალკომპონენტიანი ვაქცინები, კომბინირებული ვაქცინები. ჩვენ 2010 წელს დავნერგეთ ეგრეთ წოდებული პენტავალენტური ვაქცინა, რომელშიც შედიოდა დიფტერია, ტეტანუსი, ყივანახველა, B ჰეპატიტის და ჰემოფილუს ინფლუენცა B საწინააღმდეგო ვაქცინები და შარშან დეკემბრიდან უკვე ჰექსავალენტური დაინერგა, რომელშიც უკვე 6 კომპონენტი შედის, ის ჩამოთვლილი 5-ვე პლუს კიდე პოლიომიელიტის საწინააღმდეგო. ანუ თუ აქ ტრავმირებაზეა ათრისას საუბარი, ესე იგი 6 დაავადების დაცვას ბავშვი იღებს ერთი ჩხვლეტით. რა თქმა უნდა, მისთვის ეს ჩხვლეტა არის ტრავმა და შეიძლება იტიროს, მაგრამ ღმერთმა ნუქნას და ეს 6-ვე დაავადება რომ შეხვდეს ბავშვს, აი ტრავმირებაზე ვერ იქნება სასაუბრო და სამკურნალო საინექციო საშუალებებზე არ აუკანკალდება ჩვენს მკურნალ ექიმებს და დაუნიშნონ ინექციები. გასაგები. მსმენელი გულდება გავდოთამარ მოვისმენთ მისი კითხვა. ანუ გისმენთ. გამარჯობათ. დაგიმარჯობთ. ბოდიშ გახდეთ გაწეხებთ. ბავშვის აცრაზე მშობელმა უნდა შეატყობინოს პოლიკლინიკას და პოლიკლინიკამ უნდა შეატყობინოს. კი ბატონო. მადლობა შეკითხვისთვის. კი, პოლიკლინიკამ უნდა შეგატყობინოთ ამის შესახებ, თუმცა თქვენ თუ ჩართული იქნებით და გაცნობიერებული რომელ ასაკებში უწევს თქვენ შვილს, შვილი შეგიძლიათ მოლოდინი რო კონდეს მშობელს, ხო შეიძლება? კი, თქვენ მიხვალთ თუ არა ეგრეთ წოდებულ პოლიკლინიკაში პირველად გასინჯვაზე, უნდა ექიმად შეგაყენოთ საქმის კურსი, რომ ამ ადამიანზე მობრძანდებით და ჩაიტარებთ ამ აცრებს. და თქვენს უნდა ელოდეთ თქვენს უნდა ელოდეთ. როდი შეუსრულდება ეს ეს თქვენი უფლება რომ დიახ. აგრეთვე ბოლო აი ჩვენი ასე ვთქვათ წინ გადადგმულ ნაბიჯებში შეიძლება კიდევ ჩაითვალოს ის რომ შემოდის ელექტრონული ტექნოლოგიები, შემოვიდა იმუნიზაციის აღრიცხვის ელექტრონული მოდული, ეგრეთ წოდებული, რომლის საშუალებითაც უკვე მესიჯური სისტემა იმუშავებს ავამშობლებთან, რომელ თარიღებში უნდა მიიყვანონ თავიანთი შვილები აცრებზე. გარდა ამისა კიდევ აი ახლა ზუსტად შემუშავების სტადიაშია სატელეფონო აპლიკაცია და იქ იქნება ანალოგიური, თქვათ, მთელი ინფორმაცია ჩადებული აცრებზე, რომელ ასაკებში კეთდება, რა დაავადებებია, ეს დაავადებები, რას წარმოადგენენ, რითია გამოწვეული და ასე შემდეგ და იქვე იქაც იქნება უკვე კალენდარს განუსაზღვრავს თვითონ აპლიკაცია და შეატყობინებს მშობელს, რომ ამ თარიღში მაშულს უნდა ჩაუტარდეს ესე და ეს აცრა. ძალიან კარგი. თუმცა სატელეფონო შეტყობინებები ისე მომრავლდა, რომ შეიძლება ზოგჯერ აღარც კი ნახოს ადამიანმა ბოდიშვილი ამ გამოთქმისთვის და ზოგიერთ შემთხვევაში მოგვაბეზრებს თავი. კი, გეთანხმებით ამაში, მაგრამ არა, ახალ ტექნოლოგიები უნდა გამოიყენოთ რა. მაგრამ აპლიკაცია თვითონ მშობელმა უნდა ჩამოტვირთოს და ნახოს შეკ. თუ არ ჩამოტვირთავს, არ შეაწუხებს. გასაგები, გველოდება მსმენელი, გისმენთ, ალო? მე გაწუხებთ, აი წეგან პოლიკლინიკა აცნობებს მე მშობელს არა აცრაზე? დიახ, კი, მაგრამ 14 წლამდე სრულდება მე მგონი ბოლო აცრა. დიახ, ბავშვი ასაკში დიახ ესეა. და ჩემო ნათესავმა არ შეატყობინა პოლიკლინიკას და არც პოლიკლინიკამ შეატყობინა ბავშვი დარჩა აუცრელი. როგორ შეიძლება მოიქცეთ? რა შეიძლება გაკეთდეს? ეხლა რა ხნის არის ეს ბავშვი? მარტში შესრულდა 14 წელი. არ არის პრობლემა, ჯერ კიდევ წლის ბოლომდე შეიძლება რომ დაუძახონ, იმიტომ რომ 14 წლის აითვლება ბავშვი, როდესაც ის არის 14 წლის, 11 თვის და 29 დღის. მარტამდე იქნება ისე 14 წლის, ასე რომ დიახ. და იცით რა, ეს არის კიდევ თქვენი უფლება. თქვენ უნდა მიბრძანდეთ და მოსთხოვოთ თქვენ ექიმს, რომ ჩემშულს ჩაუტარეთ ესა და ეს აცრა. არ არის ამაში პრობლემა, თუმცა საქმე კიდევ იცი რა შეიძლება იყოს, დიდი ასაკის ბავშვებს ასე თუ ისე ერთად უყრიან ხოლმე თავს და ერთად ცრიან. და არა ზუსტად თქვათ იმ დღეს, როდესაც ის გახდა 14 წლის. შეიძლება აქ იყოს თქვათ ამისი თემა იდგეს, რომ 10, 15, 20 ბავშვი მოაგროვონ ერთად და ხანდისხან ალოდინებენ ხოლმე ერთ თვეს, ორ თვეს ამ 14 წლის ასაკის ბავშვების ასაცრელად. გასაგები გველოდება კიდევ მსმენელი. გისმენთ, ალო?
გამარჯობა. გაგიმარჯობა. აი ეს ნამცის მაგივრად აბი რომ მიიღოს არ შეიძლება? ამით რა დაშავდება? მადლობა კი შეკითხვისთვის. იცით რა სამწუხაროდ არ არსებობს ასეთი ვაქცინები. უწინარსებობდა პოლიომიელიტის ვაქცინა დრაჟის სახით, მაგრამ შემდეგი კვლევები დადასტურდა, რომ ეს უფრო კარგად გაიწოვება ორგანიზმის ორალური ვაქცინაზეა საუბარი. და ჯერჯერობით არ არსებობს ესეთი ტექნოლოგია, რომ აბით იყოს, იმიტომ რომ ვაქცინები არის ბიოლოგიურად აქტიური პრეპარატები, ძალიან სათუთები არიან. მას სჭირდება სტაბილიზატორები, მას სჭირდება ადიუვანტები, უნდა იყოს თხევადი ფორმით გარკვეული ვაქცინა. ასე რომ ეს არის ძალიან ტექნიკური საკითხები და ესე მარტივად არ ხდება მისი ფორმულირებას. მეტი ეფექტი აქვს და ის საჭიროებები, რაც ვაქცინა სჭირდება, რომ შეინარჩუნოს თავისი თვისებები, უნდა იყოს თხევადი ფორმით. მაშინ გარკვეული დანამატები უნდა არსებობდეს. საკმაოდ რთული ტექნოლოგიები აქვს ვაქცინებს 40 ეტაპისაგან შედგება და არ გამოდის ყოველთვის ისე. თუმცა მეცნიერება მიდის იქითკენ, რომ უფრო და უფრო თქვათ მარტივი გამოყენებისა იყოს ეს ვაქცინები. მადლობა. საერთოდ ეს ელექტრონული შეტყობინება რომ მიგეგმება პირდაპირ ელექტრონულად რომ მიდიოდა ვაქცინაც და შეიძლება მოვიდეს ოდესღაც ეგ დროს და კარგი, გაბდონ თამარ, თუ შეიძლება ძალიან საინტერესო ციფრიც გითხარით თქვენ, რომ სახელმწიფო ყოველწლიურად 14 მილიონს ხარჯავს. როდესაც თანხა ხარჯება და საბიუჯეტო თანხა, როგორც წესი, მას უტარდება მონიტორინგი, რამდენად ეფექტურად, რამდენად სწორად დაიხარჯა ეს თანხა. ჯერ ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი ამ შემთხვევაში არის ის, რაც თქვენ ბრძანეთ, რომ 95% მინიმუმ უნდა იყოს მოცული და აქეთ ვართ ორიენტირებული, ხო, ესე იგი 14 მილიონი კი დაიხარჯა, მაგრამ თუ მიიღო 95%-მა ეს მომსახურება, თუ არის ვაქცინაცია ჩატარებული 95%-ში. ეს არის ციფრი თქვენი მთავარი, მაგრამ ერთი ციფრი კიდე, რომელიც ერთი კი არა, შეიძლება რამდენიმეც იყოს, აი თუ არსებობს ამისი გათვლის საშუალება, რომ ამ 14 მილიონის დახარჯვა რა ეფექტს იძლევა. ეს ხო პრევენციაა. რა თქმა უნდა, ეს უკვე გაკეთებულია და შეფასებულია. და არის გაკეთებული, რომ აი დაუშვათ არ დახარჯვის შემთხვევაში მოქალაქეები, მოსახლეობა და სახელმწიფო. როგორ არა არსებობს? უბრალოდ ეს ცოტა მედიცინის ეკონომიკის სპეციალისტების დარგია, მაგრამ ყველა დანერგილ რა თქმა უნდა არსებობს დალის მაჩვენებელი, რომელიც აჩვენებს, თქვათ, სარგებელს ყოველ გადარჩენილ სიცოცხლეზე, კაც სიცოცხლეზე, ასე ვთქვათ, და ყოველი ვაქცინისათვის ითვლება, დაავადებისათვის ითვლება რა არის ხარჯი, ტვირთი რას წარმოადგენს და ვაქცინის დანერგის შემთხვევაში რა ეფექტი ექნება. გარდა აი ზოგადად მინდა გითხრათ, რომ ვაქცინებს გარდა ამ კონკრეტული სიკეთისა, რომ იცავს ის ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ძალიან დიდი იარაღია ის სახელმწიფოსათვის ეკონომიკური თვალსაზრისით. ეს არის ყველაზე დიდი იარაღი სიღარიბესთან ბრძოლაში. და ჩვენ მოსახლეობას რომ მოუაროს რა თქმა უნდა იზოგება შემდეგ კურნალობაზე კოლოსალური თანხები, რომელიც შემდეგ სხვა სიკეთეებს მოხმარდება და ეს არის პროგრესის და წინსვლის ერთ-ერთი იარაღი. ასე რომ ამ გათვლები არსებობს, უბრალოდ შეიძლება ის ამის გარეშე არ აკეთდება. გასაგებია, ძალიან კარგი. გაბდონ თამარ, კიდევ რა შეგიძლია გითხრათ, რა შეგიძლიათ გითხრათ, ძალიან საინტერესო ციფრები გაგვაცანეთ უკვე და უფრო მეტად რომ გავშალოთ კიდევ ეს თემა, რომელი ასაკიდან ტარდება, ეგ უკვე გითხარით, რა გათვლები არის ხოლმე წინასწარ საჭირო, მაგრამ ცალკეული მიმართულებებზე რო ვთქვათ, რომ წითელაზე გავაკეთეთ სერიოზული აქცენტები. სხვა კიდევ რა რომელი დაავადება არის უფრო ასე ვთქვათ, რომელთან დაავადებასთან ბრძოლა არის ჩვენთვის უფრო პირველ პლანზე გადმოწეული. აი ამ 14 თუ 12 თუ რას დაასახელეთ, არის რაღაცა კლასიფიკაციას დალაგებული გაქვთ, რომელი უფრო სერიოზული, უფრო მნიშვნელოვანი, უფრო აუცილებელი. თუ ყველა აუცილებელი. ვერ გამოვარჩიოთ, ვთქვათ, რომელი დაავადება უფრო პრიორიტეტულია, ან უფრო სერიოზული. ყველა დაავადება ამ 12-ით ჩამოთვლიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუმცა თვითონ
ამიტომ პროგრამას, როგორც სოფლიო გლობალურ პროგრამებში და ქვეყნის პროგრამას აქვს ხოლმე გარკვეული მიზნები. ეხლა ამ ეტაპზე ჩვენ ვიმყოფებით პოლიომიელიტის აღმოფხვრის დამაგვირგვინებელ ფაზაში, end games რო ეძახიან როგორც ესეთი. და ზუსტად ეხლა ხდება გადასვლა ერთი სახის ვაქცინიდან მეორე სახის ვაქცინაზე. აი მოგახსენეთ რომ ჩვენ დავნერგეთ ექსავალენტური ვაქცინა, რომელშიც შედის ინაქტივირებული პოლიო ვაქცინა. აქამდე ჩვენ დაბალ ასაკებში დაინერგა ეს. აქამდე დაბალ ასაკებში ჩვენ გავხმარობდით ორალურ ვაქცინას, ანუ პირის ღრუში ჩასაწვეთებელს. ანუ წლამდე ასაკის ბავშვები ამ ვაქცინას აღარ მიიღებენ და ჯერჯერობით 2020 წლამდე მიიღებენ ორალურ ვაქცინას მხოლოდ 18 თვის ბავშვები და 5 წლის ბავშვები რევაქცინაციებზე. 2020 წლიდან ეს ორალური ვაქცინებიც ამოვა საერთოდ ხმარები და მთელ მსოფლიოში, აი ზუსტად წინა კვირა იყო, შეწყდა მთელ მსოფლიოში ამ ორალური ვაქცინის ხმარება. ტრივალენტურ ვაქცინას ვეძახით, იმიტომ რომ პოლიომიელიტს იწვევს სამი სახის პოლიო ვირუსი და ამ ვაქცინაში შედიოდა სამივე ტიპი. ერთ-ერთი ტიპი, მეორე ტიპი მთელ მსოფლიოში არის უკვე აღმოფხრილი, არ არსებობს და ამიტომ ტრივალენტური ვაქცინიდან გადავედით უკვე ბივალენტურ ვაქცინაზე, რომელშიც შედის მხოლოდ ორი ტიპის საწინააღმდეგო. მესამე ტიპის საჭიროება აღარ არის უკვე რომ იყოს ვაქცინა. და ფორმატ შეიცვლება ვაქცინაციის? ფორმა უკვე შეიცვალა, შევიდა იმ 6 კომპონენტიან ვაქცინაში უკვე კომბინირებულად. უკვე ზის იმ ინექციაში, რომელიც უკეთდებოდა 5 კომპონენტიანი სახით უკეთდებოდა. შიგ შევიდა დამატებით არის ეს პოლიოს ვაქცინა შესული. ამიტომ აქ დამატებითი ინექცია არ იქნებოდა, ეს იყო. სხვათა შორის ამაზე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ჩვენს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს, იმიტომ რომ ეს იყო ძალიან პროგრესული ნაბიჯი. აი პოსტსაბჭოთა ქვეყანაში და ვინც კი გადავიდა უკვე ამ ინაქტივირებული პოლიოს მოხმარებაზე, ეს იყო რეკომენდაცია ჯანმრთელობის სოფლიო ორგანიზაციის, რომ ყველა ქვეყანა წელს უნდა გადასულიყო ამ ინაქტივირებულ პოლიოს ხმარებაზე. ბევრმა ქვეყანამ ვერ შეძლო ასეთი ვაქცინის დანერგვა, ეს ძალიან კარგი ვაქცინა არის, 14 მილიონიდან დაახლოებით არის აი ამ ვაქცინის ფასი, მინდა გითხრათ. და ის იყო ჩვენი სამინისტროს აი კეთილი ნება და ძალიან გონივრული გააზრებული სიკეთე, რაც მიიღო საქართველოს ბავშვთა მოსახლეობა, მინდა გითხრათ. და რა არის ხელშემშელი, რატო ვერ გადავიდა სხვა დაუშვათ? სიძვირე. ამის დიახ, სიძვირე და ამასთან ჩვენს არ გვინდოდა ორგანიზაციულადაც რამე ესეთი ცვლილებები ჭირდება? არა, ორგანიზაციულად აბსოლუტურად არაფერი. რომ ვიზიტზე რომ მივა აცრებზე, დიახ, გაუკეთდება ის აცრა ჩვეულებრივად გაკეთდება. და რაც შეეხება პოლიო ორალურ ვაქცინას დავიწყეთ წახან საუბარი და დადგება დრო 2020 წლისათვის განსაზღვრულია რომ უკვე აღმოფხრილი იყოს მსოფლიოში პოლიომიელიტი, ამიტომ ამ ეტაპზე შეიძლება ესე დავარქვათ თქვენ შეკითხვაზე გიპასუხოთ რომ შედარებით პრიორიტეტული პოლიომიელიტი არის ამ ეტაპზე, იმიტომ რომ როგორც წითელ შემთხვევაში ახლა პოლიომიელიტის შემთხვევაში ჩვენ ვართ უკვე აღმოფხვრის ფაზაში და ამდენად აქცენტირებულია. სხვა დაავადებების რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანი მსმენელი ხო არ ყავს. აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანი იყო აი ზუსტად შარშან დაინერგა ეს 2014 წელს პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო აცრა, ესეც იყო ძალიან პროგრესული წინ გადადგმული ნაბიჯი. ეს გახლავთ 10 ვალენტიანი ვაქცინა, ანუ ეს ნიშნავს რომ ვაქცინაში შედის 10 გამომწვევის საწინააღმდეგო, ანუ პნევმოკოკური ინფექციებს იწვევს 93 სახეობის ბაქტერია. ჩვენ ვაქცინაში შედის 10 სახეობის საწინააღმდეგო, რომელიც არის ყველაზე უფრო აგრესიული და ხშირად გავრცელებული, ყველაზე მეტად რომელიც იწვევს დაავადებებს. ეს პნევმოკოკური ინფექცია ძალიან სერიოზულია, რთულ შემთხვევებში იწვევს ძალიან ისეთ სერიოზულ პნევმონიას, ფილტვების ანთებებს, ტვინის გარსების ანთებებს, რაც სერიოზული შემთხვევები, მაგრამ შეგვიძლია არასერიოზულებში განვიხილოთ შუაყურის ანთება, ბრჭყალებში არასერიოზულში თორე ძალიან სერიოზულია ესეც, სახსრების ანთებებს, სინუსიტებს და სხვა კიდე ფორმები ახასიათებს. და ჩვენ ფაქტიურად ამ ერთი ვაქცინის დანერგვით აი 10 ჯერ ავიშორეთ თავი ამ დაავადების რისკის, იმიტომ რომ ერთი სახე რო შეხვდება პნევმოკოკის ინფექცია, შეიძლება შემდეგ მეორე სახეობით გახდეს ადამიანი, αλλά შემდეგ მესამე, მეოთხე, მეათე და ასე შემდეგ. ამიტომ ამ ერთი აცრით აი 10 რისკი აშორებული არის თავიდან. გასაგებია, დრო გვეწურება, ერთი მე მინდა გავიხსენო გუშინდელი გადაცემა და როცა ჩვენ საუბრობდით
იმ საინტერესო პროგრამებზე, რომლებსაც საყოველთაო ჯანდაცვის გარდა ახორციელებს სახელმწიფო, იქ იყო სწორედ დაახლოებით ამდაგვარი, იგივე C ჰეპატიტა ბრძოლის სერიოზული პროგრამა რომელიც პროგრესი ძალიან მაღალი მიღწეულია. და ასეთ რამდენად კავშირშია თქვენთან ეს? იმუნიზაციასთან ნაკლებად არის კავშირში, იმიტომ რომ C ჰეპატიტი არ მიეკუთვნება ეგრეთ წოდებულ ვაქცინებით მართვად ინფექციებს. მისი ვაქცინა არ არსებობს. კარგი, და აი ეს დარჩენილი 2 წუთი შეგვიძლია გამოვიყენოთ უკვე იმაში, რომ სამომავლოდ რას გეგმავთ, თუ შეგიძლიათ გითხრათ ამ მიმართულებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რომ იმუნიზაცია და მისი მნიშვნელობა იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემის საუბრის უმთავრესი თემა. მართალია დავიწყეთ საუბარი იმით, რომ ტარდება დიდი მსოფლიო მასშტაბის ღონისძიება, ეს არის კვირეული 24-დან 30 აპრილის ჩათვლით ჩვენ ევროპულ რეგიონულ, ასე ვთქვათ, კვირეულში ვართ ჩართული ამ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ამ სერიოზულ აქციაში, ამ სერიოზულ ღონისძიებაში. ამით დავიწყეთ საუბარი, მაგრამ გადავიდით შემდეგ იმუნიზაციაზე და მის მნიშვნელობაზე და ამითვე დავამთავროთ ახლა, თუ შეიძლება, კაპიტან თამარ, რას გეგმავთ, ხომ არ არის რაღაცა უფრო გაფართოვება იმ 95%-ზე გასვლას, რანაირად გეგმავთ, ალბათ ამის პროგრამაც არსებობს ხო სახელმწიფო და რა თქმა უნდა, გეგმები დიდია, გვაქვს გარკვეული ახალ ვაქცინებზეც ვფიქრობთ, რომ დაინერგება, თუმცა უნდა გარკვეული გარემოებები იყოს ამ ვაქცინების დანერგვისათვის. ყოველი ახალი ვაქცინის დანერგვის ერთ-ერთი წინაპირობა, რომ სხვა ვაქცინებით მოცვა უნდა იყოს მაღალი, ისე არ აქვს აზრი და ის ეკონომიური, ასე ვთქვათ, სარგებელი ამ ვაქცინას. გარდა ამისა, მე რო ვახსენე, თქვათ, ელექტრონული მოდული იმუნიზაციის რეგისტრაციისა, ეს მოდული გვაძლევს საშუალებას, რომ შემდეგ თვალი მივადევნოთ ბავშვებს სახელობითად, ვინც არ იცრება. აქამდე ჩვენ ეს ბავშვები ყურადღების მიღმა გვხდებოდა, ვინც არ მივა დაწესებულებაში, არ იცით ხომ, რატომ არ მოდის. ეხლა გვექნება საშუალება გავაანალიზოთ ის მოუსვლელობის, აუცრელობის მიზეზები და თვითონ კონკრეტულ ბავშვზე გავიდეთ და კიდევ ერთხელ დავარწმუნოთ მათ იმ შოულები, რომ იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამით შემოტანილი ვაქცინები არის ძალიან კარგი, ძალიან მაღალი უსაფრთხოებისა და მაღალი ეფექტურობის და კიდევ ერთხელ მინდა ჩვენმა მსმენელმა გააცნობიეროს, რომ იმუნიზაცია არის მათი უფლება, კონსტიტუციური უფლება და ამასთან ერთად პასუხისგებლობაც დათი მოსამომავლობისა და საზოგადოების წინაშეც. ელექტრონული ასეთი ფორმის გამოყენება მოგცემთ ალბათ იმის საშუალებას, რომ ამ 95%-ზეც მალე გახოთ. რა თქმა უნდა, ის ნარჩენი ბავშვებზე უნდა გავიდეთ და შემდეგ მოვახდინოთ მათი მოცვა და ჩართვა იმუნიზაციის სისტემაში. წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა თქვენს. მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის. შევახსენებ ჩვენს რადიო მსმენელებს, რომ დღეს ღია სტუდია სტუმრობდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვის და მონიტორინგის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ქალბატონი თამარ დოლაკიძე და კიდევ ერთხელ მოვახსენებ ქალბატონ თამარს მადლობას და მასთან სტუმართან ერთად უკვე მადლობას მოვახსენებ ჩვენს ყველა მსმენელს. ვინც დაგვირეკა და ვინც ვერ დაგვირეკა, ყველას დიდი მადლობა ჩვენო ძირფასო რადიო მსმენელებო ყურადღებისათვის. გადაცემაზე მუშაობდით ნათია არველაძე, ლელა ვაშაკიძე, ინგა გურგენაძე და გიორგი ჩოკოშვილი. გემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით, ხვალ შევხვდებით ჩვენ ღია სტუდიაში, ასე რომ ხვალამდე. Студия.